ფოთის პორტში ახალი ინვესტორი შედის, IPM ტერმინალი პორტში 65 მილიონიან ინვესტიციას ჩადებს. კონტრაქტის მიხედვით კომპანია ვალდებულებას იღებს ადგილობრივი კადრები დაასაქმოს. მასშტაბური გარიგება რაკია ჯორჯიასა და IPM ტერმინალს შორის რამდენიმე დღის წინ შედგა და ახალი ინვესტორი ფოთის პორტის 80%-ის მფლობელი გახდა. კომპანია მსოფლიოში მსგავსი ტერმინალების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მფლობელია. 33 ქვეყანაში მას 44 ტერმინალი აქვს. საბოლოო გადაწყვეტილებას ფოთის პორტში ახალი ინვესტორის შესვლის თაობაზე კოპენჰაგენში IPM-ის სათა ოფისში დღეს მიიღებენ. მანამდე კი კონტრაქტის დეტალებზე საუბრისგან რაკია ჯორჯიას წარმომადგენლები თავს იკავებენ. რაკიას აქვს მოლაპარაკება დიდ კომპანიებთან, რომელიც აქციების უმრავლესობის გასხვისებას ითვალისწინებს. ჰქონდა შეხვედრა საქართველოს მთავრობასთან და მათგან თანხმობაც მივიღეთ, რომ გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა. თუმცა მოლაპარაკებები ამ დროისთვის დასრულებული არ არის. ახალი ინვესტორი იზრუნებს ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის განვითარებაზე და თვირთების გადამუშავების ახალ ტექნოლოგიაზე. ამ კომპანიას ექნება დამატებითი ვალდებულება ჩადოს 65 მილიონი ინვესტიცია პორტის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა ასევე დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. რაც ეხება რაკია საქართველოს 2012 წლის ბოლომდე დაასრულებს ფოთის აეროპორტის მშენებლობას.